აი რას გვეუბნებიან, რომ ოჯახური ღირებულების შესახებ კანონი გააუქმეთ. არა შეცვალეთ, რაღაცა ასე შეცვალეთ ან ცოტა სხვანაირად მოაწყო. პირდაპირ გააუქმეთ, ანუ არის მიუღებელი. და მიუღებელი ოჯახური ღირებულების შესახებ კანონი ევროკავშირისთვის და ხო ნახოთ რა არის მაშინ ევროპული ღირებულება. რასაც ესრიგებს ოჯახური ღირებულების შესახებ კანონი. არის სულ რამდენიმე პუნქტი. სულ არის 5 გვერდიანი კანონი, არის უმარტივესი კანონი. კერძოდ, ქორწინება დასაშვებია მხოლოდ კაცსა და ქალს შორის. რაიმე პრეტენზია ამ მხრივ არსებობს. LGBT პირს არ შეუძლია არასრულწლოვანის შვილად აყვანა. აკრძალულია სხვა სქესისადმი ეგრეთ წოდებული სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება. ყველა დოკუმენტში უნდა იყოს ბიოლოგიური სქესი მითითებული, რაც აქვს ადამიანს, ბაღებში, სკოლებში არ შეიძლება პროპაგანდა. ამ საკითხების მიმართ რა პრეტენზიები არსებობს და არის თუ არა ის რაც ეს ნაწილი არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნისა, მათ შორის ეს კანონებით, ამ კანონებით გავედით ჩვენ არჩევნებზე და იმ რეფერენდუმში, რომელიც გამოაცხადეს, ამ კანონებით გავიმარჯვეთ. ანუ რა გამოდის საერთოდ ჯამში, როცა გვეუბნებიან, რომ გააუქმეთ ეს კანონი. თუ უნდა გავაუქმოთ, ანუ ამის საპირისპირო უნდა იყოს დაშვებული. უნდა დაშვებული იყოს ქორწინება კაცსა და კაცს შორის, ქალსა და ქალს შორის. ანუ ეს არის მოთხოვნა. უნდა დაშვებული იყოს არასრულწლოვანის აყვანა LGBT პირის მიერ შვილად აყვანა. უნდა დაშვებული იყოს, რომ პასპორტში ჩაწერილიყოს არა მისი ბიოლოგიური სქესი, არამედ მისი სურვილის ჩაწერილ სქესი და ასე შემდეგ. ის რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, ქალი შეიძლება გახდეს კაცი. აი ის აბსოლუტური რა გითხრათ ანტიმეცნიერება და მეცნიერული აბსურდი, რასაც წლები ამტკიცებდნენ, რასაც დღეს ტრამპის ადმინისტრაციამ გასცა მკვეთრი პასუხი, როდესაც ითქვა, რომ ეს არის აბსოლუტური ცრუ იდეოლოგია, რომელსაც ნერგავდნენ მათ შორის ამერიკული ფულით, რომელიც ახლა ჩახსნილი არის, თუმცა დარჩენილი არის ევროპული ფული. ანუ რა არის პრინციპი, რომ სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიაზე, თუ სქესი დამოკიდებულია სურვილზე. აი ამას გვეუბნებიან, რა კავშირში ეხა ეს ვიზა ლიბერალიზაციასთან და მეორე ამ ცრუ დილემას უყენებენ ქართულ ხალხს, როდესაც ეუბნებიან, რომ ევროკავშირი გულისხმობს იმას, რომ უნდა აუცილებლად თქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, ანუ გვალი კი არ არის დედამიწა, დედამიწა არის ბრტყელი. და დღესაც ვთქვი კიდევაც, ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, ხომ? ერეტიკოსებად გამოგვაცხადებენ და იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართულ ხალხს.